Mercedes-Benz 300. ეს LR Uhlenhaut Coupe. ავტომობილების ისტორიაში აბსოლუტური მწვერვალია. 2022 წელს ის RM Sotheby's-ის აუქციონზე $142 მილიონ გაიყიდა. ეს ფასი მხოლოდ მარკეტინგი არ არის. ამ მანქანის უკან დგას ინჟინრული გენიალურობა, უკიდურესი ექსკლუზიურობა და ტრაგიკული ისტორია. მსოფლიოში ამ ავტომობილის მხოლოდ 2 ეგზემპლარი არსებობს. 10 წლეულების განმავლობაში ორივე მათგანს თავად Mercedes-Benz-ი ინახავდა თავის მუზეუმში და არავინ ელოდა, რომ ქარხანა მათ ოდესმე გაკეთდა. აუქციონზე გასული ეგზემპლარი კერძო კოლექციონერმა იყიდა, ხოლო მეორე ერთეული დღემდე შტუტგარტის მუზეუმში ინახება. ეს არ იყო ჩვეულებრივი სპორტული მანქანა. ეს იყო ფორმულა 1-ის ჩემპიონი ბოლიდის W196 არის ბაზაზე აწყობილი დახურული კუპე, რომელსაც ნომრები ჰქონდა და ჩვეულებრივ გზებზე გადაადგილდებოდა. ავტომობილის შემქმნელი იყო Mercedes-ის სარბოლო განყოფილების უფროსი, Rudolf Uhlenhaut. მანქანას სახელიც მის პატივსაცემად ჰქვია. Uhlenhaut-მა შექმნა ტექნოლოგიური შედევრი, რომელიც 1955 წლისთვის წარმოუდგენელ პარამეტრებს აჩვენებდა. კაპოტის ქვეშ დგას 3 ლიტრიანი, წკრივი 8 ცილინდრიანი ატმოსფერული ძრავი, რომელიც გამოიმუშავებდა 310 ცხენის ძალას და 317 ნიუტონ-მეტრ მაბრუნებელ მომენტს. ძრავს არ ჰქონდა ტრადიციული ზამბარები სარქველების დასახურად. სარქველებს სპეციალური ამძრავი ლილვი როგორც აღებდა, ისევე ძალით ხურავდა. ეს ძრავს საშუალებას აძლევდა სტაბილურად ემუშავა წითელ ზონაში. Bosch-ის მექანიკური პირდაპირი შეფრქვევა იმ პერიოდში, როცა მთელი სამყარო კარბურატორებზე მუშაობდა, კოსმოსური ტექნოლოგია იყო. ეს სისტემა გადმოტანილი იყო გერმანული გამანადგურებელი თვითმფრინავისგან. კაპოტის ხაზის დასაწევად და აეროდინამიკის გასაუმჯობესებლად ძრავი მარგნივ 53 გრადუსით იყო გადაწვენილი. ავტომობილის წარა დამზადებული იყო სპეციალური მაგნიუმ ალუმინის შენადნობისგან. ამის წყალობით მანქანა სულ რაღაც 1117 კილოგრამს იწონიდა. წონის იდეალური გადანაწილებისთვის 5 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი უკანა ღერძზე იყო დამონტაჟებული. 1955 წელს ეს მანქანა ანვითარებდა 290 კმ/სთ. ის იყო თავისი დროის ყველაზე სწრაფი საგზაო ავტომობილი მსოფლიოში. Uhlenhaut-ს ეს კუპეები 1955 წლის სეზონისთვის Carrera Panamericana-ს რბოლისთვის ჰქონდა გამზადებული. თუმცა იმავე წლის ივნისში ლე-მანის 24 საათიან რბოლაზე მოხდა ავტოსპორტის ისტორიაში ყველაზე საშინელი კატასტროფა. 300 SLR როდსტერი მაყურებლებში შევარდა, რასაც პილოტის პიერ ლევეგის და 83 მაყურებლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ტრაგედიის გამო Mercedes-მა ოფიციალურად დატოვა ავტოსპორტი 10 წლეულების განმავლობაში. კუპეს პროექტი დაიხურა, რბოლებში მონაწილეობა ვეღარ მიიღო და Rudolf Uhlenhaut-მა ერთი ეგზემპლარი თავის სამსახურებრივ ავტომობილად აქცია. ის ყოველდღიურად დადიოდა ამ 310 ცხენის ძალიანი სარბოლო მონსტრით სამსახურში. ხალხი ყვებოდა, რომ მისი ხმა მიუნხენიდან შტუტგარტამდე გზატკეცილზე ყველას აზანზარებდა. სწორედ ეს კონტექსტი საინჟინრო გენიალურობის, აბსოლუტური იშვიათობის